ვენესუელა არის ქვეყანა, რომელიც ოდესღაც სიმდიდრის სიმბოლო იყო, დღეს კი ჰუმანიტარული კრიზისის ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ მაგალითად იქცა. იყო დრო, როდესაც ქვეყანა დემოკრატიის შუქურად მიიჩნეოდა ლათინურ ამერიკაში, მაგრამ დღეს იქ ხელისუფლება რკინის ხელით იმართება. ოპოზიცია დევნილია, ხოლო მილიონობით რიგითი მოქალაქე სამშობლოს ტოვებს. რა მოხდა სინამდვილეში ვენესუელაში, როგორ იქცა ყველაზე მდიდარი ქვეყანა რეგიონის ყველაზე ღატაკ სახელმწიფოდ. ამ ვიდეოში ჩვენ შევეცდებით გავიგოთ, როგორ დაიშალა დემოკრატია შიგნიდან, როგორ გაჩნდა ახალი მესამე ძალა, რომელიც საბოლოოდ თავად დიქტატურა აღმოჩნდა. ამ ვიდეოში ჩვენ ვენესუელაზე ვისაუბრებ და შევეცდებით ერთად აღმოვაჩინოთ ის მიზეზები, რის გამოც ვენესუელური დიქტატურა ამდენი ხნის განმავლობაში ხელშეუხებელია. მანამდე კი გამოიწერე არხი და დაალაიქე ეს ვიდეო. თუ გიღირს, მხარი დაუჭირო არხს, უბრალოდ დააწექი გამოწერის ღილაკს, ეს უდიდესი мотиваცია და დაფასებაა თქვენი მხრიდან. ახლა დავიწყოთ. ვენესუელის ისევ როგორც სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყნის ისტორია ბრაზილიის გარდა ესპანელი კოლონიზატორებით იწყება. თუმცა ვენესუელის დაარსებამდე იქ რომ ხალხი ცხოვრობდა, ესეც ბევრი თქვენგანისთვის ცნობილია. კოლუმბამდელი ვენესუელას მოსახლეობა სავარაუდოდ 1 მილიონს შეადგენდა. დღეს ცნობილი მკვიდრი მოსახლეობის გარდა ვენესუელის უძველეს მოსახლეობაში შედიოდნენ ისეთი ისტორიული ჯგუფები, როგორიცაა კარიბები, კაკეტიო, აუაკე, მარიჩე და ტიმოტო კუიკასი. ქრისტოფორო კოლუმბმა ვენესუელას აღმოსავლეთ სანაპიროს 1498 წელს მიაღწია და დღევანდელი სუკრე შტატის სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი შეისწავლა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპელებმა კონტინენტი დაინახეს. კოლუმბმა ორინიკოს დელტას ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების დაკვირვების შემდეგ ტერიტორიას მადლიანი მიწა უწოდა. 1499 წელს ალონსო დე ოხედას მეთაურობით მეორე ესპანური ექსპედიცია ჩავიდა დღევანდელ ვენესუელაში, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ მიუყვებოდა. ვენესუელას ყურეს იტალიურ ქალაქთან მისი მსგავსების გამო ვენესუელა, ანუ ესპანურად პატარა ვენეცია უწოდეს. აქედან იწყება პატარა ვენეციის ისტორიაც. ამის მერე ცხადია, ვენესუელაში ესპანელების ჩასვლა გახშირდა, თუმცა ლეგენდარული ელდორადოს ძიებაში ვენესუელას გერმანელებიც სტუმრობდნენ. თუმცა მე-16 საუკუნის შუა პერიოდისთვის ამ რეგიონში მხოლოდ 2000-ზე ნაკლები ევროპელი ცხოვრობდა. აი 1632 წელს კი ოქროს მაღაროების გახსნამ ვენესუელაში მონობის დაწყება განაპირობა. თავდაპირველად მკვიდრი მოსახლეობა დაიმონეს, შემდეგ კი მონებად აფრიკელები ჩაყავდათ. ვენესუელაში თანდათან ევროპელების რაოდენობა იმატებდა. იქმნებოდა ახალი პროვინციები. მე-18 საუკუნეში სანაპირო ზოლში კაკაოს პლანტაციების დაარსებით მეორე ვენესუელური საზოგადოება ჩამოყალიბდა. ცხადია, ამით აფრიკელი მონების რაოდენობაც გაიზარდა. სხვა ესპანურ-ამერიკული დამოკიდებულების ქვეყნებისგან განსხვავებით, ვენესუელას კარიბის ზღვის აუზში მდებარე ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის კუნძულების მეშვეობით ევროპასთან მეტი კონტაქტი ჰქონდა. თითქმის ფარულად, თუმცა კანონიერად ვენესუელას დღევანდელი დედაქალაქი კარაკასი ინტელექტუალურ ძალად იქცა. 1721 წლიდან მას საკუთარი უნივერსიტეტი ჰქონდა, სადაც ჰუმანიტარული მეცნიერებების გარდა ლათინურს, მედიცინას და ინჟინერიას ასწავლიდნენ. კარაკასის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჩაკაოში აყვავდა მუსიკალური სკოლა. ამასობაში 1800 წელს ესპანეთის მეფე საფრანგეთის რევოლუციის გენერალმა ნაპოლეონ ბონაპარტმა დაამხო. ამის შესახებ ვენესუელაში შეიტყვეს, თუმცა ვენესუელის 10 პროვინციიდან 7-მა დამოუკიდებლობა მხოლოდ 1811 წლის 5 ივლისს ვენესუელის დამოუკიდებლობის დეკლარაციით გამოაცხადა. 1 წლის შემდეგ 1812 წელს ესპანელებმა ვენესუელა ბრძოლით დაებრუნეს, თუმცა ამის მერე სამხრეთ ამერიკის განმათავისუფლების დროშა ხელში აიღო სიმონ ბოლივარმა. ის ვენესუელის პირველი რესპუბლიკის შექმნაშიც მონაწილეობდა, თუმცა პირველი რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ ბოლივარმა ვენესუელის დასაბრუნებლად შესანიშნავი კამპანია ჩაატარა და 1813 წელს ვენესუელის მეორე რესპუბლიკა დააარსა. მაგრამ არც ესპანელი გუბერნატორები ნებდებოდნენ და ადგილობრივი აჯანყებისა და ესპანელი როიალისტების მიერ ხელახლა დაპყრობის კომბინაციას ისევ ესპანური დომინაცია მოყვა. ვენესუელამ მხოლოდ 1819 წლებში ბოლივარის მიერ ახალი გრანადის გასათავისუფლებლად ჩატარებული კამპანიის ფარგლებში მიაღწია ესპანეთისგან ხანგრძლივ დამოუკიდებლობას. 1819 წლის 17 დეკემბერს ანგოსტურას კონგრესმა დიდი კოლუმბია დამოუკიდებელ ქვეყნად გამოაცხადა. სიმონ ბოლივარი აგრძელებდა კონტინენტის მასშტაბით ესპანელებთან ბრძოლას. 1825 წელს გამოცხადდა ზემო პერუს დამოუკიდებლობა და დაარსდა რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში სწორედ ბოლივარი ჩაუდგა. ახალი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კონგრესმა ქვეყანას მის საპატივცემოდ ბოლივია უწოდა. ბოლივარი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა გამტკიცებას ცდილობდა. იგი გამოდიოდა
ამ რესპუბლიკათა გაერთიანების იდეით. ამ მიზნით 1826 წელს ბოლივარმა პანამაში კონგრესიც კი მოიწვია, მაგრამ თავისი გეგმების განხორციელებას ვერ მიაღწია. სეპარატისტულმა მოძრაობებმა გამოიწვია მისი ძალაუფლების დამხობა პერუსა და ბოლივიაში, ხოლო 1830 წელს დიდ კოლუმბიას გამოიყო ვენესუელა და ეკვადორი. თუმცა ყველაფრის მიუხედავად სიმონ ბოლივარს მადლიერმა სამხრეთ ამერიკელმა ხალხმა ელ ლიბერტადორი, ანუ განმათავისუფლებელი უწოდა. მას მიეწერენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წინამძღოლობას ვენესუელაში, კოლუმბიაში, ეკვადორში, პერუში, პანამასა და ბოლივიაში. ის ეროვნულ გმირად არის აღიარებული ამ ქვეყნებში და კიდევ ლათინური ამერიკის რამდენიმე სხვა ქვეყანაში. ამის შემდეგ ვენესუელა აგრძელებდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობას, გადიოდა კრიზისებს და აჯანყებებს და 1922 წელს მარაკაიბოს აუზში მდებარე ლა როზას საბადოში როიალ დაჩ შელის გეოლოგებმა ნავთობი აღმოაჩინეს, რომელიც იმ დროს უჩვეულო სიჩქარით დღეში 100,000 ბარელით ამოიფრქვა. რამდენიმე წელიწადში დიქტატორი გენერლის ხუან ვისენტე გომესის მხარდაჭერით ვენესუელაში 100-ზე მეტი უცხოური კომპანია მოიპოვებდა ნავთობს. 1958 წელს დიქტატორებისა და სამხედრო ხუნტების 10 წლეულობის განმავლობაში არასტაბილური მმართველობის შემდეგ ვენესუელამ თავისი პირველი სტაბილური დემოკრატიული მთავრობა აირჩია. პრეზიდენტად ვენესუელის დემოკრატიის მამად ცნობილი რომულო ბეტანკური აირჩიეს. რამდენიმე წელიწადში მან ძალაუფლება ახლად არჩეულ პრეზიდენტს გადააბარა და ამით დასაბამი დაუდო ვენესუელის დემოკრატიის ახალ ფურცელს. ეს იყო ძალაუფლების პირველი დემოკრატიული გადაცემა სამოქალაქო პირიდან სამოქალაქო პირზე. იმ წელს ვენესუელას მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს პუენტო ფიხოს პაქტს, რომელიც გარანტიას იძლეოდა, რომ სახელმწიფო სამუშაო ადგილები და კერძოდ ნავთობის რენტა პარტიებს შორის კენჭისყრის შედეგების პროპორციულად გადანაწილდებოდა. 1960 წელს ვენესუელა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის ოპეკის დამფუძნებელ წევრად ირანს, ერაყს, ქუვეითსა და საუდის არაბეთს შეუერთდა. ჯგუფის მეშვეობით მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები ნავთობის ფასებს კოორდინაციას უწევდნენ. იმავე წელს ვენესუელამ დააარსა თავისი პირველი სახელმწიფო ნავთობ კომპანია. ვენესუელის ნავთობის კორპორაცია და ნავთობ კომპანიების საშემოსავლო გადასახადი მოგების 65%-მდე გაზარდა. 1973 წელს იომ კიპურის ომში ისრაელის მხარდამჭერი ქვეყნებისთვის ოპეკის 5-თვიანმა ემბარგომ ნავთობის ფასები 4-ჯერ გაზარდა და ვენესუელა ლათინურ ამერიკაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნად იქცა. შემოსავლები წარმოუდგენლად გაიზარდა, რამაც მასშტაბურ კორუფციას დაუდო სათავე. 1980-იან წლებში გლობალური ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის გამო ვენესუელას ეკონომიკა შემცირდა და ინფლაცია გაიზარდა. სწორედ ამ დროს ვენესუელაში უგო ჩავესი გამოჩნდა. 1970-იან წლებში სიმონ ბოლივარის გავლენით სამხედრო ოფიცერმა უგო ჩავესმა არმიაში მემარცხენე რევოლუციური ბოლივარული მოძრაობა დააფუძნა. მოძრაობა ბოლივარის ერთიანი ლათინური ამერიკის რწმენას ეფუძნებოდა, თუმცა ის შთაგონებას ასევე 1970-იანი წლების პერუს მემარცხენე სამხედრო ხუნტისგანაც იღებდა. ჩავესის სამხედრო აკადემიის მასწავლებლის ტრიბუნიდან აქტიურად აკრიტიკებდა მთავრობას. მან მალე თავისი პოლიტიკური მოძრაობისთვის ახალი წევრების მოსაზიდად ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობა დაიწყო. 1989 წლის თებერვალში პრეზიდენტმა კარლოს ანდრეს პერესმა ვენესუელის ეკონომიკური კრიზისის გადაჭრის მცდელობისას თავისუფალი ბაზრის რეფორმები, ეგრეთ წოდებული ვაშინგტონის კონსენსუსი განახორციელა. იმავე თვის ბოლოს ვენესუელელებმა ბენზინის ფასების მასობრივი ზრდა გააპროტესტეს. პრეზიდენტის ბრძანებით ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა სასტიკად ჩაახშეს აჯანყება. ეს აჯანყება კარაკასოს, ანუ კარაკასის დარბევის სახელით გახდა ცნობილი. დარბევის დროს ვენესუელის მედია საშუალებების მიხედვით სრულმცირე 3,000 ადამიანი დაიღუპა. ამით ჰარმონიული, ფუნქციონალური, დემოკრატიული ვენესუელა დასრულდა. 1992 წელს პოლკოვნიკმა უგო ჩავესმა და მისმა მხარდამჭერებმა ზედიზედ 2-ჯერ სახელმწიფო გადატრიალებას სცადეს. პირველი მცდელობისას რევოლუციონერებმა ვერ მოახერხეს პრეზიდენტ პერესის დაჭერა და რადიოში არც ის წინასწარ ჩაწერილი ჩანაწერი გავიდა, რომელშიც მშვიდობიან მოსახლეობას პერესის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებდნენ. ჩავესი მთავრობას დანებდა. ის ეროვნულ ტელევიზიაში გამოჩნდა და ამბოხებულ რაზმებს ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ჩავესი დააპატიმრეს. Compañeros, lamentablemente por ahora los objetivos que nos planteamos no fueron logrados en la ciudad capital.
Es decir, nosotros acá en Caracas no logramos controlar el poder. 1992 წლის ნოემბერში ჩავესის მოკავშირე საჰაერო ძალების ჯგუფებმა გადატრიალება ისევ სცადეს. ისინი თავს დაესხნენ პრეზიდენტ კარლოს ანდრეს პერესის ოფისს. ამავე დროს ამბოხებულებმა ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო ტელევიზია, რომლის ეთერიდან ციხეში მყოფმა უგო ჩავესმა ხალხს მიმართა. აჯანყებამ დედაქალაქის ღარიბუბნებში არეულობა და პოლიციაზე თავდასხმები გამოიწვია. თუმცა პრეზიდენტისადმი ლოიალურმა შეერაღებულმა ძალებმა შეთქმულება ისევ გაანეიტრალეს. ჯამში ამ ორი სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობის დროს დაახლოებით 120 ადამიანი დაიღუპა. პოლკოვნიკი ჩავესი ციხიდან 2 წლის შემდეგ შეწყალების შემდეგ გამოვიდა. ამის მერე ჩავესმა პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა. 1990 წლიდან ვენესუელის ეკონომიკამ 5 რეცესია გადაიტანა, რამაც დიდებსა და ღარიბებს შორის სოციალური უფსკრული გაზარდა. ამ გარემოში 1998 წელს უგო ჩავესი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. საარჩევნო კამპანიის დროს ქარიზმატული ჩავესი ვენესუელას კორუფციის დასრულებას, სიღარიბის დამარცხებას და ძველი პოლიტიკური სისტემის დანგრევას დაპირდა. ის ამბობდა, რომ იყო მესამე ძალა და დაასრულებდა ორ მთავარ პარტიას შორის ძალაუფლების განაწილების პაქტს. რამეს ხო არ გაგონებთ? ვენესუელის მედიამ ჩავესის საარჩევნო კამპანიას ხარი დაუჭირა. ჩავესმაც არჩევნებში 56%-ით გაიმარჯვა. მან დაიწყო სიღარიბის დასაძლევი პროგრამა, რომელიც მოიცავდა გზებისა და საბინაო მშენებლობას, მასობრივ ვაქცინაციას. დეკემბერში ვენესუელამ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ზრდიდა. ასევე გაიზარდა საპრეზიდენტო ვადა 6 წლამდე. ორპალატიანი ეროვნული ასამბლეა ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოდ გარდაიქმნა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიების სახელმწიფო დაფინანსება აიკრძალა. ეს იყო ვენესუელის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც კონსტიტუცია სახალხო რეფერენდუმით დამტკიცდა. 2000 წელს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ 1998 წლის შემდეგ ნავთობის ფასი 3-ჯერ გაიზარდა, ეკონომიკა 7%-ით შემცირდა, უმუშევრობა გაიზარდა და უცხოელი ინვესტორები ქვეყნიდან გავიდნენ, ხოლო ტრადიციული პოლიტიკური პარტიები დასუსტდნენ, ჩავესის ხელახალი არჩევა გარდაუვალი იყო. ჩავესი ხმების დაახლოებით 60%-ით ისევ პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შემდეგ მიღებული იქნა კანონი, რომელიც აძლიერებდა სახელმწიფოს როლს და ზრდიდა ნავთობის სექტორში დაბეგრვას. სახელმწიფოს წილი ნავთობის მოპოვებასა და წარმოებაში არანაკლებ 51%-ით განისაზღვრა. ჩავესის პოპულარობა უფრო და უფრო ეცემოდა მან ყველა დიქტატურისთვის ნაცნობ სტრატეგიას მიმართა. ამას ეწოდება ისინი ჩვენს წინააღმდეგ, ანუ ყველა ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს, ჩვენი მტერია. ამან საზოგადოება ორად გაახლიჩა. ამას დაემატა ჩავესის მჭიდრო კავშირები მსოფლიო ქვეყნების ისეთ ლიდერებთან, როგორებიც იყვნენ ალი ხამენეი, სადამ ჰუსეინი, მუამარ კადაფი და განსაკუთრებით ფიდელ კასტრო. ვენესუელაში არეულობა დაიწყო. ამ ყველაფრის სტარტი იყო ჩავესის მიერ სახელმწიფო ნავთობ კომპანიაში პოლიტიკური მოკავშირეების მაღალ თანამდებობაზე დანიშნვის წინააღმდეგ მილიონიანი მარში. ეს მსვლელობა საბოლოოდ ჩავესის მხარდამჭერებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრძოლებისას 19 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. ძალადობის ფონზე ჩავესი სამხედრო უმაღლესი სარდლობის წევრებმა დაამხეს და მის ადგილზე მემარჯვენე ბიზნესმენი პედრო კარმონა დანიშნეს, რომელმაც კონგრესი დაითხოვა და კონსტიტუცია შეაჩერა. 2 დღის შემდეგ ჩავესის მომხრე საპრეზიდენტო გვარდიამ სასახლე დაიკავა და მმართველობაში ჩავესი დააბრუნა. არსებობს მრავალი ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ იყო კარმონას რეჟიმი ასეთი ხანმოკლე. ასახელებენ გადატრიალების მოძრაობაში უთანხმოებას, ჩავესის პოპულისტურ გავლენას მასებზე და სამხედროების შიშს მემარჯვენე მთავრობის მიმართ. დეკემბერში რეფორმებით უკმაყოფილო ვენესუელის გაზისა და ნავთობის კომპანიის თანამშრომლებმა გაფიცვა დაიწყეს. თუმცა ჩავესმა მოახერხა კომპანიის სრულად კონტროლის ქვეშ მოქცევა და 2003 წლის დასაწყისში კომპანიის დაახლოებით 18000 თანამშრომელი სამუშაო ძალის თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაათავისუფლა. ნავთობის მოპოვება წარმოუდგენელ მინიმუმზე დაეცა და როგორც ბევრი ამტკიცებს, ამ გაფიცვების შემდეგ დღემდე ვერ მოახერხა ვენესუელამ 2003 წლამდე არსებული ნავთობის მოპოვების ტემპების აღდგენა. 2005 წელს ვენესუელაში დიდი მამულების, გაუქმებისა და სოფლის ღარიბი მოსახლეობისთვის სარგებლის მოტანის იდეით ჩავესმა მიწის რეფორმა დაიწყო. ფერმერები ამას კერძო საკუთრებაზე თავდასხმად აფასებდნენ. ანუ ფაქტიურად ვენესუელაში კოლექტივიზაცია დაანოსდა. თანდათან ჩავესი აძლიერებდა ანტიამერიკულ რიტორიკას და აფართოვებდა ურთიერთობებს ირანთან, რუსეთთან და ჩინეთთან.
2006 წელს ვენესუელამ რუსეთთან 3 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების ხელშეკრულება გააფორმა, რითაც ამერიკიდან იარაღის მიწოდებაზე უარი თქვა. იმავე წელს ჩავესმა მესამედ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. რევოლუციას ვერაფერი შეაჩერებს ამბობდა ის და გამარჯვებიდან მალევე სრული გამოთქვა შეიქმნა ერთიანი პოლიტიკური პარტია, ვენესუელის გაერთიანებული სოციალისტური პარტია. 2007 წელს ჩავესი არჩევნებში პირველად დამარცხდა. უფრო ზუსტად რეფერენდუმში დამარცხდა მისი წინადადებები საპრეზიდენტო ვადის შეზღუდვის გაუქმებაზე. იქ ასევე ეწერა, რომ ახალი წესებით პრეზიდენტს შეეძლო საგანგებო მდგომარეობის დროს მედიის უფლებები შეეჩერებინა და მოქალაქეები უმიზეზოდ დაიკავებინა. თუმცა ვენესუელამ ეს უფლებები 51-59%-ის წინააღმდეგ არ მიიღო. ჩავესმა მარცხი აღიარა. 2008 წელს ვენესუელასა და ამერიკას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ჩავესმა ამერიკიდან თავის ელჩი გამოიწვია და ვენესუელიდან ამერიკის ელჩი გააძევა. 2009 წელს ვენესუელაში რეფერენდუმი ისევ ჩატარდა. ამ შემთხვევაში რეფერენდუმზე გატანილი წესები დამტკიცდა. ოპონენტებმა აღიარეს რეფერენდუმის შედეგები. იმავე წელს რუსეთმა ვენესუელას რუსული იარაღის შესაძენად 2.2 მილიარდი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გაუხსნა. ნელ-ნელა ვენესუელაში ავტორიტარიზმი დადგა. ჩავესმა თითქმის სრულად აიღო კონტროლი ეროვნულ ასამბლეაზე, უზენაეს სასამართლოზე, მოახდინა ცენტრალური ბანკის ნაციონალიზაცია, შეზღუდა პრესა, გააოქმა კერძო მედია კომპანია RCTV-ს მაუწყებლობის ლიცენზია. ორინიკოს სარტყელში ნავთობპროექტების ნაციონალიზაცია გამოცხადდა, სადაც სახელმწიფო ნავთობკომპანიის შეფასებით დაახლოებით 236 მილიარდი ბარელი ძიმე ნედლი ნავთობი იყო. ეს მსოფლიოში უდიდეს ნავთობმარაგს ნიშნავდა. ნაციონალიზაცია შეეხო ასობით კერძო ბიზნესს და უცხოური საკუთრების აქტივებს, როგორც იყო Exxon Mobilis'ა და ConocoPhillips's მიერ მართული ნავთობპროექტები. 2012 წლის 7 ოქტომბერს ჩავესმა რიგით მეოთხედ, ხოლო 6 წლიანი ვადით მესამედ ჩაიბარა პრეზიდენტის სავარძელი. მან ენრიკე კაპრილესი დაამარცხა ხმების 54%-ით, კაპრილესის 45%-ის წინააღმდეგ. ჩავესის ინაუგურაცია 2013 წლის 10 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა რადგან ის ამ დროს კუბაში სამედიცინო მკურნალობას გადიოდა, მან ვენესუელაში დაბრუნება ვერ შეძლო. 2013 წელს ჩავესი გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე კი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლას მადურო გახდა, რომელიც რამდენიმე თვით ადრე თავად ჩავესმა ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. ნიკოლას მადურომ გრევის პროცესში მყოფი ეკონომიკისა და გაყოფილი ერის ფონზე პრეზიდენტად მცირე უპირატესობით აირჩიეს. აპრილის არჩევნებში მადურომ ხმების მხოლოდ 50.6% აიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატმა კაპრილესმა 49.1%. უმნიშვნელო ხმები სხვებმაც მიიღეს. 2014 წლის შუა პერიოდში ნავთობის გლობალური ფასები დაეცა და ვენესუელას ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაში ჩაეშვა. არეულობის გამძაფრებასთან ერთად მადურომ ძალაუფლება პოლიტიკური რეპრესიების ცენზურისა და საარჩევნო манипуляციების გზით გააძლიერა. 2018 წელს ის ხელახლა აირჩიეს. არჩევნები ფართოდ იქნა შეფასებული როგორც უსამართლო და არადემოკრატიული. ოპოზიციის ლიდერმა ხუან გვაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და სამხედროებს პრეზიდენტ მადუროს გადაყენებისკენ მოუწოდა. შემდგომში თითქმის 60 ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ოპოზიციის ლიდერი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გვაიდო ვენესუელის დროებით ლიდერად აღიარა. თითქმის 2 ათწლეულობის განმავლობაში ვაშინგტონმა კარაკასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ნავთობის იმპორტის დაბლოკვა და მთავრობისთვის ამერიკის ფინანსურ სისტემაზე წვდომის აკრძალვა. მიუხედავად ამისა, ვენესუელამ შეინარჩუნა სანავთობო სავაჭრო პარტნიორები და ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთის, კუბას, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერამ მადუროს რეჟიმი გააძლიერა. 2021 წლის იანვარში საკანონმდებლო არჩევნებში გამარჯვების გამოცხადების შემდეგ მადურომ და მისმა მოკავშირეებმა მთავრობაში ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ძალაუფლების ცენტრი ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელობა ხელში ჩაიგდეს. ოპოზიცია, მათ შორის გვაიდომ ბოიკოტი გამოუცხადა კენჭისყრას და განაცხადა, რომ ის გაყალბებული იყო. ეს ბრალდება კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, სხვა უცხოურმა მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის კანადამ, ევროკავშირმა და ამერიკამ. თუმცა ნოემბერში ჩატარებულმა რეგიონულმა არჩევნებმა კიდევ უფრო განამტკიცა მადუროს ძალაუფლება და გახლეჩილმა ოპოზიციამ 23 გუბერნატორის თანამდებობიდან მხოლოდ 3 მოიგო. წლების განმავლობაში მხარდაჭერის შემცირების შემდეგ ოპოზიციამ 2022 წლის დეკემბერში გვაიდოს გადაყენებას და მისი დე-იურე მთავრობის დაშლას მხარი დაუჭირა. დიქტატურამ ფესვები მყარად გაიდგა, ამის გამო გაეროს მონაცემებით 2023 წელს 7 მილიონზე მეტმა ვენესუელელმა ქვეყანა დატოვა. ვენესუელაზე საუბრისას უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი საკითხი, ეს არის ვენესუელასა და გაიანას შორის საზღვართან დაკავშირებული კონფლიქტი.
იგულისხმება 159,500 კვადრატული კილომეტრის ფართობის რეგიონი, რომელიც ამჟამად გაიანას სახელმწიფოს ნაწილია და მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 2/3 შეადგენს. ვენესუელა დიდი ხანია ამტკიცებს, რომ 1899 წელს საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ეს რეგიონი ბრიტანეთს იმ დროს გაიანას მმართველ ძალას ენიჭებოდა, უსამართლო იყო. პერიოდულად ამ რეგიონთან დაკავშირებით დავა უფრო ძლიერდებოდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ 2015 წელი იყო. იმ წელს ესეკიბოს, ანუ ამ რეგიონის სანაპიროსთან ახლოს, ამერიკის ნავთობ გიგანტმა ExxonMobilმა ნავთობი აღმოაჩინა. მას მერე გაიანა ნავთობის სიმდიდრის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს და ამიტომ მალევე გაიანამ ნავთობ კომპანიებისთვის ესეკიბოს წყლებში საძიებო ლიცენზიების მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა. ვენესუელას დიპლომატიური პროტესტის მიუხედავად, გაიანას მთავრობამ ამერიკულ ნავთობ კორპორაცია ExxonMobil's 2015 წლის დასაწყისში სადაო საზღვაო ზონაში ნავთობის მოპოვების ლიცენზია მიანიჭა. მაისში გაიანას მთავრობამ გამოაცხადა, რომ ExxonMobilმა მართლაც იმედის მომცემი შედეგები აჩვენა ბურღვის პირველ რაუნდში, ეგრეთ წოდებული სტაბროეკის ბლოკზე, ესეკიბოს ტერიტორიის სანაპიროზე მდებარე ტერიტორიაზე. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვენესუელა გააქტიურდა. 2023 წელს ქვეყანამ რეფერენდუმი ჩაატარა. ხალხმა დიდი უმრავლესობით ხარი დაუჭირა ამ ტერიტორიაზე ვენესუელის ახალი სახელმწიფოს შექმნას. გაიანამ ამ ყველაფერს ანექსის ცდილობა უწოდა. თუმცა მადუროს ეს არ აღელვებდა მან რეფერენდუმის შედეგებს გადამწყვეტი გამარჯვება უწოდა. გაიანამ საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. საერთაშორისო სასამართლომ საქმე განიხილა და ვენესუელა გააფრთხილა, არ მიიღო რაიმე ქმედება, რასაც შეიძლება შეეცვალა ესეკიბოში არსებული სტატუს კვო. სასამართლომ დაადგინა, რომ სწორედ მას ჰქონდა ტერიტორიული დავის გადაწყვეტის იურისდიქცია. ამავდროულად დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკამ და სხვა ქვეყნებმა ღიად გამოუცხადეს მხარდაჭერა გაიანას. ცხადია, ასეთ პირობებში ვენესუელისა და მის უკან რუსეთ-ჩინეთის წინააღმდეგ გაიანას მარტო არავინ დატოვებდა. უფრო 2022 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ნავთობის ასეთმა მარაგმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. მას მერე, რაც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეორედ გახდა, უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ამერიკა-ვენესუელის ღია დაპირისპირების შესაძლებლობაზე. საზღვრისპირა ნარკოტიკების ნაკადვის წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიკა თვალსაჩინო ადგილს იკავებს პრეზიდენტ ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში. ფენტანილის ტრაფიკინგი გამოიყენებოდა კანადურ საქონელზე სავაჭრო შეზღუდვების გასამართლებლად. მოგვიანებით მექსიკური ნარკოკარტელები ტერორისტულ ჯგუფებად გამოცხადდა, რასაც მოყვა მინიშნებები მექსიკაში ამერიკის სამხედრო დარტყმების შესახებ. მექსიკაში დარტყმების რეალურად განხორციელება ეკონომიკურ და დიპლომატიურ რისკებს შეიცავდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ ყურადღება გადავიდა ვენესუელაზე. არსებობს მინიშნებები, რომ რეჟიმის შეცვლა შესაძლოა განხილვის საგანი იყოს. ერთის მხრივ რეჟიმის შეცვლა ვენესუელის მიმართ ამერიკის პოლიტიკის დიდი ხნის ამბიცია, რომელსაც მხარს უჭერენ ტრამპის ადმინისტრაციაში ამჟამად მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე ფიგურები. მეორე მხრივ, თავად ამერიკის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მადუროს დაპატიმრებაზე მიმავალ ინფორმაციისთვის ჯილდო $50 მილიონ გაზარდა. უფრო მეტიც, პირველი ვადის განმავლობაში პრეზიდენტმა ტრამპმა ხუან გვაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა. ტრამპმა ასევე დაადანაშაულა ვენესუელა დიდი რაოდენობით პატიმრების, მათ შორის ფსიქიატრიული დაწესებულებების წარმომადგენლების შეერთებულ შტატებში გაშვებაში, თუმცა არ დააკონკრეტა თუ რომელ საზღვარს კვეთდნენ ისინი. ასეთ პირობებში ვენესუელისა და ამერიკის სამხედრო შეტაკების მოლოდინი იზრდება. რამდენიმე ანალიტიკოსი ამჟამად ვენესუელაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წლის ბოლომდე რაიმე სახის დარტყმის განხორციელების ალბათობას აფასებს დაახლოებით 35%-მდე. ეს შანსი 2026 წელს შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. რეალურად დაიწყება თუ არა ამერიკის სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში, სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა. მანამდე კი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. ვენესუელა დღეს-დღეს გზაჯვარედინზე. ერთ მხარეს ხალხის მოთმინება და შიმშილი, მეორე მხარეს კი ხელისუფლების რკინის ხელი. ქვეყანა, რომელიც ოდესღაც სიმდიდრის და თავისუფლების ეტალონი იყო, დღეს გამოფიტული და გაჩერებულია დროის ერთ წერტილში, იქ სადაც დიქტატურა აღარ იბადება, არამედ მხოლოდ ბერდება. იქნება ეს მხოლოდ ვენესუელის ისტორია არ არის. იქნება ეს გაფრთხილება ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც ერთი ხმა ჩრდილავს ყველა ხმას, სადაც ხალხის სახელით მოდიან და ხალხის სახელითვე ანადგურებენ ხალხისვე თავისუფლებას. თუ მსგავსი ისტორიები გაინტერესებს, გამოიწერე არხი, დაალაიქი ვიდეო და გაუზიარე მეგობრებს. ეს დაგვეხმარება ერთად გავაანალიზოთ თუ როგორ იქცევა თავისუფლების ზალა დიქტატურად და როგორ შეიძლება ეს დიქტატურა ერთხელაც ისევ თავისუფლებად გადაიქცეს. კომენტარებში კი
თითოეული თქვენგანის აზრს პირადად გავეცნობი, ამიტომ მოიწერე შენი აზრი ვენესუელის ისტორიაზე და ვენესუელელ ხალხზე. დიდი მადლობა.